ომსისყებს ის ვისაც უნდა თავისი სახელის მაღლა დაყენება და ხალხის მოსპობა 27 მილიონი კაცი შეჭამა ამ ომმა. ეს საქმეა. დღეს როცა აღნიშნავთ ამ ზეიმსაც, პროტესტს უნდა ვაცხადებთ ომის წინააღმდეგ და მშვიდობას უნდა ვიძახოთ, მშვიდობას გამომარჯვებთ მთელ მსოფლიოში და ჩვენ საქართველოში. რა არის დარჩენილი 100-ია თუ დარჩა ცოცხალი. 25-იანებად დაკეთა ომი. დამთავრდა 25-იანის მერე 26-იანები ომში არ წასულან. დამთავრებული იყო ომი 25-იანმა ჩაკეტა მეათე კლასის მოსწავლეები იყვნენ და წაიყვანეს და განადგურეს და დახოცეს უკან არ მოსულა ნახევარი 22-იანი ვარ და რამდენი წელი იქნება 113 წელი ხდება ახლა საქმეში სახურავი უკრაინაში ჟიტომირის ობლასტი გოროდ ნოვოგრადოვსკი იქ გამოსხდა ომი და წინ შევხვდით იმ ოხერ გიტრელის ჯარს რომ შემოერი დაიხურა თვითნებები დაბლა ტანკები მანქანები არტილერია ხოდა კი არ მინახია მე ფაშიზმზე გამარჯვება იმას ნიშნავს რომ ყურო ცხოვრება მშვიდობა იყოს მთელ მსოფლიოში და არა ომი და ხოცვა ადამიანების ომი ეს არის საშინელება ის რაც გადაიტანა მსოფლიომ და რაც ახლა ხდება უკრაინაში ეს არის მცხეცობა ომი არ უნდა იყოს დაშვებული დღევანდელ დღე რო გამოდის ხალხი ამას გარდა პროტესტს უნდა აცხადებდეს ომის წინააღმდეგ ომი არსად არ უნდა იყოს დაშვებული ადამიანების ხოცვა რისთვის ხოცავენ ახლა რა უნდა რა ინტერესებს რუსებს უკრაინის მიმართ რო იხოცება რუსებიც იხოცება ისინიც საბოლოოდ რა უნდა წაიღონ იქიდან რა უნდა გამარჯვების დღე ნიშნავს დღეს ყველა ხალხისათვის იმ ახალგაზრდებისათვის ვინც არ მოსწრებულა იმონ იმ მოხუცებულებისათვის ვინც მოესწრო სიმწარე ნახა მაგრამ დღეს ამ სიხარული ამ თქვენ კარგად ყოფნას უყურე აი ამას ნიშნავს ყველაზე მძიმე არის ჩემი რომ დღეს ძალიან ცუდად მიზიდ საქმე აფერისტობა წყვილი მოწყვება არ მუშაობს არც ერთი სტრუქტურა ადამიანს სასამართლო ძალოვანი სტრუქტურა არ არის იმ დონეზე როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო სამართლოს დიქტებიან წელიწადში 5-10 უნდა რომ უბრალოდ საქმეზე გადასამართლონ ეს შეიძლება ასეთი რაღაცა ადამიანი ელოდება მოკვდება კუბოში წავა და არ არის კიდე მიღწეული სამართალს და სასამართლოს ასეთი მდგომარეობა ამოსასწორებელია ბევრი რამეები არ არის კარგად საქმე მე ვხედავ ახალგაზრდებს არ ექცევიან ისე როგორც საჭიროა როგორც მოისმო საბჭოთა კავშირი ყოლნორობა იყო გლეხის უმაღლესი სტადია ყველაფერი სახში მიქონდა სიმინდი ლობიო კაზამი რამე ყალდებდა საბრობა ყველაფერი და ეს დღეს განადგურებულია და გაყიდულია მიწები გაყიდულია ყველაფერი არაფერი არა ხალხის დარჩენილი ომში გაწეული იყო მამაჩემი, ჩემი უფროსი ძმა, ჩემი ბიძაშვილები და სოფელში თუ ვინმე იყო ვაჟკაცი, როგორც აღნიშნე, ყველა იყო დარჩენილი იყო მარტო მოხუცებიდან. 45 წელს როცა დამთავრდა ომი იყო ეს დიდი სიხარული იყო ტირილი. რამე თუ ჩვენ მეკავშირე იყო მხოლოდ პოსტალიონი, ხო, არც ტელევიზია იყო, არც რადიო იყო, არც არაფერი. პოსტალიონი მოიტანდა წერილს ზოგი ჰოსპიტალში დაჭრილია, ზოგი აგზელებს ომს და გავიმარჯვებთ, მოგეშინიათ, იმედიანად იყავით, დაბრუნდები, ასე წერილი რომ მიდიოდა, სოფელი იკრიფებოდა, იყო დიდი ზეიმი. და როცა დამთავრდა ომი, რა თქმა უნდა, იყო გულდაწყვეტილი, იმიტომ რომ ახალ დაქორწინებული, ერთი კვირის დაქორწინებული გააშორეს და წაიყვანეს, რა, ელოდება მეუღლეს. ისე დაიხოცენ, რომ ზოგმა საფლავის არ იცის, სადაა დაღუპული და დაკრძალული. ამიტომ თუ მშვიდობა არსებობდა ამდენი დროის განმავლობაში ეს არის მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებული და ამ მშვიდობას უნდა გავურტყმდეთ მთელი მსოფლიო. მე მსახურობდი კუბაში. აი ასე მინახია ფიდელ კასტრო როგორ შენ. ეს 59-50 წელს 62-ში დაბრუნდი უკან. რუსია მიდიოდა, ომი მიდიოდა, ამერიკას უნდა განადგურება, იქ იყო ამერიკა, დაპყრობილი ჰქონდა, ბოდიში და ბარდელებას ჰქონდა, იქაურობა და ანადგურებდნენ იქაურ ადამიანებს, როგორც ვიეტნამს უშობოდნენ ისე. და გადავარჩინეთ საბჭოთა კავშირმა, ძირითადად ჩვენ ვიყავით იქ ქართველი ხალხი, რომ არ ამოეცნო ამერიკელებს.
განსხვავებული შეხედულება ჰქონდა და უფრო მეტი კავკასიის ხალხი იყო. ყველაზე უფრო მეტი ქართველები იყო. სადაც საჭირო იყო გამდგარი ვიყავი და გვემომა და ამერიკელებს არ მიგვეცა საშუალო. აქ გვეჩოქებოდნენ ამერიკელები საჭირო. ისე შენოდათ ჩვენი. მუხლებზე გვეჩოქებოდნენ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ მე პატივს მიაგებ ამ ადამიანებს და ყოველთვის დავდივარ მithumetes ჩემი ოჯახის სოფლიდან საუკეთესო ვაჟკაცი ვის იყო 52 კაცი არ დაბრუნებულა ფრონტიდან. და ეს არის საშინელება. მამა თქვენი? მამა ჩემი დაბრუნდა პირველი ჯგუფის ინვალიდი. ხელი უნდა მოეჭრათ, ძვალში იყო ტყვია. გერმანელის მაგრამ არ მოაჭრევინა, ისე ჩავიდა საფლავში. ბუნკერში იყო დაჭრილი, ფეხზე იყო დაჭრილი და ინვალიდი კაცი პირველი ჯგუფი ჩამოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მუშაობდი, 40 წელი ვიმუშავე და ეს ერთადერთი ფორმა შენახული მაქვს, რომ ამ დროს ჩავისო და გამოვიდე.